ასევე ვიცი ჩვეულებიდან დაბრუნებული დაღლილი ადამიანები. გონია რომ აბსოლუტურად არავის არაფერს შეარჩირდები. თითებზე ითვლიან პარასკევი როდის მოვა რომ შაბათ-კვირა იწყება. გახსოვდეთ რომ გადაწვა, პროფესიული გადაწვა არ ნიშნავს რომ თქვენ ხართ სუსტი, ვისაც გქონიათ ეს მდგომარეობა. უბრალოდ ეს ნიშნავს იმას რომ ძალიან დიდხანს იყავით ძლიერი. ანუ ძალიან დიდხანს ვამუშავეთ საკუთარი თავი, მოვიხმარეთ ჩვენი ფსიქიკა და სხეული შესვენებების და ენერგიის აღდგენის გარეშე და იმ სტანდარტით პერფექციონისტული არაფერი არ უნდა შემეშალოს, ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად და საბოლოო ჯამში ამაზე ფსიქიკა და სხეული რეაგირებს გადაწვით. ეგრეთ წოდებული ბერნაუთით, რომელსაც ახლავს ემოციური გამოფიტულობა, ახასიათებს დეპერსონალიზაცია, როცა ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის კონკრეტული ასპექტები ეწყება და პროფესიული მიღწევების შემცირება, ანუ ადამიანს შეიძლება ქონდეს ძალიან დიდი სივი, მე მქონია ბერნაუთის გამოცდილება, იყო ექსპერტის 9 ექსპერტის სტატუსით, სივს უყურებდა და ფიქრობდა, რომ დედა ესრუდის მოვასწარი, მაგრამ შინაგანად განცდა გქონდეს, რომ საერთოდ უფუნქციო ხარ, იმიტომ რომ როცა ადამიანი რესურსული არ არის, ანუ რაღაც მარტივ რაღაცებსაც ვერ აკეთებს, შეიძლება ანგარიშში ისეთ შეცდომა დაუშვეს, სტაჟიორი რო არ დაუშვებ და უცებ გეუბნებიან რომ შენ რამე ექსპერტი ხარ ეს რამ გათქმევინა ან და მე ნელა იგეწყება თვით შეფასება პროფესიული გეცემა იმ დონეზე რომ გონია რომ აბსოლუტურად არავის არაფერს შეარჩირდები გეწყება ეს თვით დამაზიანებელი ფიქრები და პროფესიული თვით შეფასების დაცემა რაც საკმაოდ ისეთია ხო პარადოქსი ის არის რომ სტრესი თვითონ პრობლემას არ წარმოადგენს ორგანიზაციაში იმიტომ რომ სამყარო ესეა მოწყობილი რომ ნორმა პარადოქსი ის არის რომ ადამიანები წუწუნებენ იმაზე რომ დატვირთულები არიან მაგრამ და დასვენებისთვის დრო არჩევათ მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ზოგჯერ არის რომ ადამიანებს დრო აქვთ დღის ბოლოს 2 საათი აქვთ, მაგრამ არ აქვთ იმის თავი და ნერვები, რომ რა ვიცი, რამე გააკეთონ, ძაღლი გაასეირნონ, ბავშვს მოეფერონ, ხო? რატო? იმიტომ რომ ენერგეტიკული რესურსი არ არის. ანუ ზოგჯერ დროის პრობლემა კი არ არის, იმდენად, რამდენადაც ენერგიის. ასევე ვიცით ადამიანები, რომლებიც თითებზე ითვლიან პარასკევი როდის მოვა, რომ შაბათ-კვირა იწყება. და მოდის ეს შაბათ-კვირა და ისე გადის, რომ არა და ხოლოდებოდნენ ამ შაბათ-კვირას, რომ დასვენება უზრუნველეყოთ. ანუ ისე გადის შაბათ-კვირა, რომ ფაქტობრივად საკუთარ თავში ენერგიას არ ასხამენ. ასევე ვიცი ჩვეულებიდან დაბრუნებული დაღლილი ადამიანები. ალბათ გინახავთ, არ ყოფილხართ ერთხელ მაინც, არადაშვებულებაში იყო. ამას ვეძახით უყურებთ დასვენების უნარობაში გადასვლას, როცა ადამიანმა დაკარგა ენერგიის აღდგენის უნარი, დასვენების უნარი, იმიტომ რომ არასწორ მენტალურად ჯანსაღი ცხოვრების წესი ჰქონდა. და საბოლოო ჯამში, მოკლედ მივადგეთ იმას, რომ ადამიანმა შეიძლება 20 წუთში თუ ის რესურსულ მდგომარეობაში და მენტალურ ჯანმრთელობის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მოასწროს ბევრად მეტი საქმე, ვიდრე ადამიანს მისცა 1 საათი, 2 საათი, 5 საათი და ის არ იყოს გადამწვარი. ანუ იმას მეტი დრო ჭირდება. ანუ დროის მართვის პრობლემაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ენერგიის მართვა, რესურსების მართვა, ემოციური რესურსების მართვა სწორად, სწორი მიდგომით.